მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგანს უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილ გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცნობთ, გააგეცნობით, მე ვარ კატო. და ეხლა გავაკეთოთ გაშლა პარტნიორულ ურთიერთობაზე. ნახოთ, ვინ მოვა ჩვენთან სასაუბროთ, რა სიტუაცია და რას გეტყოდოთ, ხო? ნახოთ. ვინ მოვიდა ჩვენთან სასაუბროთ. ადამიანი, რომელსაც აქვს ემოციები, რომელსაც აქვს ძალიან დიდი სასიამოვნო დამოკიდებულებაც შეიძლება ითქვას. შეიძლება ისე ვთქვათ, რომ ეს ურთიერთობა რაღაცა ცოტა ისეთი ახალ ურთიერთობად შეიძლება იყოს აქ რაღაც მგონია, რომ აქ აშკარად ცოტა ისეთი ახლებური, შეიძლება ყოფილი ურთიერთობაც არის, მაგრამ რაღაც განახლებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ არის რაღაცა სიახლე, აქ არის ის მომენტი, როდესაც თითქოს ეხლა დაიწყო, ხო რაღაცა თითქოს ეხლა წამოვიდა რაღაც ემოციები ამ ადამიანისგან. რაც შეგეხებათ თქვენ ვიხართ, თქვენ უკვე საკმაოდ გამოცდილი ადამიანი ხართ, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გამოიარა პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით. ხო შეიძლება ითქვას ის მომენტიც, რომ ვთქვათ თუ ურთიერთობა, რომელშიც იყავით და რაღაც კრიზისი იყო და დავიწყოთ ახლა ახლებურად და თავიდან ეს მომენტი გაქვთ. ამ შემთხვევაში არენდობით სიტუაციას და ძალიან აკვირდებით ამ ყველაფერს. თუ ყოველ შემთხვევაში ესე რომ ვთქვათ, მით უმეტეს ახალი ურთიერთობა და ახალი ნაცნობობა, აქ უკვე რაღაცა ჩართული გაქვთ ის მომენტი, რომ აი ნახეთ გამოცდილება პლუს ცოტა ისეთი უცნაური შეიძლება იყოს რაღაც ნახეთ უცნაური, არ ვიცი რატომ მოვიდა ეს, მაგრამ თითქოს როგორი უცნაურობა, იმდენად მარტივად გამოვიდა თქვენი ურთიერთობა, შეიძლება ითქვას, რომ გიკვირთ, ხო? ესე მარტივად როგორ, ხო? რა ხდება, აი ესე როგორ ავაწყეთ ურთიერთობა, ხო? რაღაცა ეს მომენტი შეიძლება გქონდეთ ამ ადამიანთან. მოდით ნახოთ ესე რა ხდება თქვენ შორის დაახლოებით, მაინც რომ მივხვდეთ თქვენი ეთქვა რა გაშლა. რა ხდება თქვენ შორის? საინტერესო არის. ხო გქონდეთ, აქ შეიძლება იყოს ის მომენტი, როდესაც ურთიერთობა აღდგა და ეხლა ხართ გაურკვევლობაში რა ხდება და როგორ ხდება. მეორე მომენტი არის ის, რომ თქვენ შორის რა ხდება და თქვენ იგრძენით თავი ძალიან კომფორტულად, შეიძლება ესე ვთქვათ, ეს ადამიანი იმდენად თქვენი ადამიანია, როგორც გითხარით, არ ვიცი რატომღაც ესეთი წამოვიდა ინფორმაცია თქვენგან გამომდინარე და გეტყვით ესე, რომ ეს ადამიანი თქვენ შორის რა ხდება, არის ძალიან ესეთი ნორმალური დამოკიდებულება, მოდით ეს არ არის წარსული ურთიერთობა და ძალიან სასიამოვნოა, რომ ახალი ურთიერთობა არის. ხდება ის, რომ აქ შეიძლება იმდენად კომფორტის ზონა გაქვთ ერთმანეთთან შექმნილი, მიუხედავად აი თქვათ რაღაცა შეიძლება გქონდეთ გაურკვევლობები რაღაცა ერთმანეთის მიმართ, ცოტა ისეთი საუბრები, განხილვები, მაგრამ აქ არის ადამიანები, რომლებიც თითქოს სამყარო ერთმანეთს შეახვედრა გარკვეული დროის შემდეგ. თითქოს ეს ადამიანები არიან სადღაც შორეულ წარსულში უკვე შეხვედრები, უკვე ურთიერთობა იციან რა არის, უკვე აი თითქოს ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს იცნობენ და თქვენს ურთიერთობაში რა ხდება, თქვენ ხართ სრულ კომფორტში, სრულ სიმშვიდეში, საკმაოდ ბედნიერად აზრნობთ თავს, აქ შესაძლებელია, რომ ვიღაცებთან ხართ ახალი ურთიერთობიდან გამომდინარე, გქონდეთ რაღაცა ისეთი ოცნებები, მიზნები, მომავალზე ფიქრი, ხო, რაღაც
თქვა შვილის ყოლაზე ფიქრი ხო რა ნუ აი რაღაცა გეგმების სახით თითქოს იცით როგორი მომენტია ხო აკვირდების თქვენ ამ ადამიანს რომ აი რატოა ესე მაგრამ ამავდროულად თითქოს რაღაცა ისწავლეთ იყოთ ქალი ისწავლეთ იყოთ რაღაცა ისეთი ნაზი ადამიანი ხო რაღაცა დაიჯეროთ იმისი რომ ნამდვილად არსებობს ბედნიერება ხო რაღაცა შრომობთ ერთმანეთის მიმართ ცდილობთ რაღაცა ერთმანეთთან ურთიერთობა ძალიან ისეთი შვიდი ჰარმონიული მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ხო ძალიან კარგი მშვენიერი ნახოთ აბა რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში ხო რაღაცნაირად ვიტყოდი რომ შეიძლება ფიქრობს რომ რატომღაც ესე მოდის ინფორმაცია რომ ფიქრობს რომ თქვენ ხართ რა თქმა უნდა აი არ ვიცი რატომ მოვიდა ხა იმპერატორია მოვიდა რომელიც აღარ ისეთი манипуляტორი იმპერატორია მაგრამ რატომღაც ესე წამოვიდა ინფორმაცია ეს ადამიანი რო გითხრათ რომ ამას თვითონ ფიქრობს რომ რაღაცა იმანიპულატოროს ნამდვილად ვერ ახერხებს იმიტომ რომ თქვენ ბევრად უფრო წინ ხართ თქვენ ბევრად უფრო დიდი ენერგიის პატრონი ხართ არ ვიცი რაღაცა მეტი გამოცდილების პატრონი ხართ ესე რომ ვთქვათ ხო და რას ფიქრობს შეიძლება აქ რაღაცა მომენტში კოლეგებიც იყოთ ფიქრობს იმას რომ ძალიან კარგად შეგიძლიათ ყველაფრის ისე დალაგება როგორც თქვენ გინდათ ისე გაკეთება როგორც თქვენ გინდათ ხო რაღაც ეს ადამიანი ფიქრობს იმას რომ ნახეთ როგორც თქვენ გაქვთ ის განცდა რომ აი რა ბედნიერად გრძნობ თავს ამ ურთიერთობაში და სასიამოვნოა ჩემთვის ესევე აქ ამ ადამიანს განცდა იმის რომ რა ბედნიერია მაგრამ თან აქვს იცით როგორი მომენტი როგორი განცდა რომ შეიძლება ითქვას რომ ამ ადამიანს ესეთი ურთიერთობა ხო ესეთი ურთიერთობა არ იყო დიდად ასე სხვა ურთიერთობაში არ იყო ესეთი დამოკიდებულება როგორიც დღეს თქვენთან აქვს და ესე გეტყვით ფიქრებში აქვს ამ ადამიანს თქვენ ძალიან კარგად ახერხებთ ამ ადამიანის რო იტყვიან დაძვრას ნახეთ ადამიანი თუ იყო თავისთვის სახლის ამსახური და თავის ცხოვრებაში ჩართული ხო თქვენ რაღაცა თითქოს ამ ადამიანის ცხოვრებაში იმდენი ქაოსი შეიტანეთ ანუ ქაოსი იყო დადებითი განხრით ხო დადებითი კუთხით იმიტომ რომ ძალიან ჰარმონია არის აშკარად ურთიერთობაში რომ ადამიანს თქვათ სულ გზაში ამყოფებთ ხო აი რაღაცა სულ სადღაც მიდიხართ სულ სადღაც მოდიხართ აი თქვენს გარეშე არ უნდა ამ ადამიანს თითქოს აი შეიძლება სახლიდან მუშაობდეს, მაგრამ არ არსებობს რომ როგორც კიდე ამთავრებს სამუშაოს თქვენთან არ მოვიდეს, რომ აი თუნდაც 5 წუთით გნახოთ, ხო? რაღაც აი ადამიანის ცხოვრებაში შეიტან და თან აქვს ეს ფიქრებში როგორი მომენტი, რომ კი, მაგრამ როგორ ახერხებს ესე ჩემზე манипуლირებას, რომ აი ვცდილობ, რომ თქვათ რაღაცა ამოვიგდო თავიდან, მაგრამ ამ ადამიანს ვერ ვიგდებ, ხო? ანუ ამოვიგდო თავიდან რა მხრივ, ისეთ რომ აი ну თვითონ როგორც უნდა იქნება ისე ხო რაღაცა უჩვეულო ქმედებებში ყავთ გადაყვანილი. ძალიან კარგი, ყოჩა, შვენივრად მიდის. თქვენ რას ფიქრობთ ამ ადამიანზე? თქვენთვისაც რაღაცა საწყისი არის. მიუხედავად რომ აი მაინც არ გაქვთ თითქოს ნდობის ფაქტორი, ან შეიძლება ისეთი სიტუაცია იყოს, ნახეთ, მანამდე რა ურთიერთობაც გქონდათ ხო რაღაცა მომენტში შეიძლება მსგავსად რაღაცა ნიუანსებს იჭერთ ხო ამ ურთიერთობაში და ფიქრობთ რომ არ იცით რა შედეგი ექნება ხო აი არ ხართ დარწმუნებული რომ რაღაცა ისე დამთავრდება როგორ თქვა თქვენ გინდათ მაგრამ მაინც ქსიამოვნებთ მაინც გაქვთ ეს განცდა თუმცა აი როგორი მომენტი თქვენ რას ფიქრობთ აი გაქვთ თქვენ იმის შიში რომ არ მოხდეს თქვენი ურთიერთობის დაშლა, არ მოხდეს თქვენი ურთიერთობის რაღაცა დასრულება, ხო? რამე ისეთი არ მოხდეს, ხო? თქვენ გაქვთ ეს საკუთარ თავთან. ნახეთ, ამ ადამიანთან ფიქრებში თქვენ გაქვთ იმის შიში, რომ არ დასრულდეს ეს ურთიერთობა, მაგრამ მაინც მიყვებით იმ გზას, რომელიც დღეს ბედნიერებას განიჭერთ, ხო? რომელიც დღეს ბედნიერებას გაძლევთ. თუმცა რა ვიცი ხა იმდენად კარგი ენერგიებით ამოდის თქვენი ურთიერთობის მდგომარეობა რომ
არ უნდა გქონდეთ. მოდით აბა ვნახოთ, რატომ გაქვთ ეს განცდა იმის, რომ შეიძლება დაკარგოთ ეს ადამიანი და რაღაცა ისე არ გამოვიდეს და ისე არ მოხდეს, ხო? შევხედოთ, აბა რატომ გაქვთ ეს განცდა, რატომ გაქვთ ეს განცდა? იცით რა, თითქოს რაღაცა ნაჩქარევი მომენტია? ხო, აი რაღაცა წარსულის გამოცდილების მომენტი არის აქ და იცით რა არის, ნახეთ, აქ თითქოს კი არის კომუნიკაცია, კი არის რაღაცა ყველაფერი კარგად, მაგრამ რაღაცნაირად ბოლომდე ჩქარი ნაბიჯობით არ მიდის, იცით? ნახეთ, აქ ურთიერთობა მიდის ძალიან კარგად ყველაფერი, მაგრამ შეიძლება ალბათ ცოტა უფრო გამოკვეთილად გჭირდებათ მიიღოთ ამ ადამიანის თქვენდამი დამოკიდებულება, ხო, თქვენდამი რა აქვს გადაწყვეტილი და აი ეს მომენტი გაქვთ თქვენ, რომ გეშინიათ არ დაკარგოთ ეს ადამიანი, იმიტომ რომ არ იცით გადაწყვეტილების კუთხით და არ ხართ ბოლომდე დარწმუნებული, რომ იგივე სიტუაცია, აი, ნახეთ, თუ თქვენ, ვთქვათ, მანამდე იყავით ურთიერთობაში, სადაც, ვთქვათ, ჩაერივნენ მშობლები, ხო, რაღაც, აი ესე რომ ვთქვათ, გაქვთ მაინც იმის განცდა, რომ აქაც რაღაცა მშობლები არ ჩაერივნენ, ხო, აი რაღაცა ეს მომენტი ვერ გაქვთ გაშვებული, მაგრამ აი რაღაცნაირად ეს შიშები გაბრკოლებენ და გაქვთ ეს მომენტი, რომ აი რაღაც არ წავიდეს, რაღაცა სწორი ნაბიჯი გააკეთოთ, რაღაცა, თუმცა მაინც ასე თუ ისე მიყვებით, ხო? მაინც ვცდილობთ, რომ ამ ადამიანთან ერთად რაღაცა ნაბიჯები გააკეთოთ. ნუ ნახოთ, აბა. მოდით, ესე ვნახოთ. გეგმები თუ აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ, რა გეგმები აქვს, ხო, აი თქვენს მიმართ რა გეგმები აქვს, აი თავის ფიქრებში, როდესაც თავის თავთან რჩება მარტო თქვენს მიმართ რა გეგმები აქვს. ემოციებით ივსება, სიყვარულით ივსება, როცა მარტო არის თავის თავთან, თუ თქვენთვის ვერ არ ვთქვათ სიტყვა მიყვარხარ, გეტყვით, რომ ადამიანი როცა მარტოა, ყოველთვის ეძახის თავის თავთან, რომ ძალიან უყვარხართ, რომ ძალიან უნდა თქვენთან ურთიერთობა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხართ. თავის თავთან როცა რჩება, აქვს ის მომენტიც, როდესაც გეგმებში ფიქრობს, რომ უნდა დაგემორჩილოთ, უნდა ნახეთ, დაგემორჩილოთ იმას კი არ ნიშნავს, რომ რაღაცა თქვენ რასაც ეთქვით ან ისეთ მომენტი, რაღაც იცით როგორი ენერგია წამოვიდა, რომ გეგმავს იმას, რომ გამოყვეს თქვენს თქვენ შეთავაზებას, რაღაცა ესეთი მომენტია რა გეგმებში. ხო, აი რაღაცა, ნახეთ, თუ რაღაც პატარა დაბრკოლების მომენტი ადამიანთან არის და მოდით ვნახავ ამ დაბრკოლებას რა არის, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტი, აი მზად არის იმისთვის და გეგმავს იმას, რომ ყველა დაბრკოლებიდან გამოაღწიოს თქვენთან ერთად. აი თქვენ თუ შესთავაზეთ, აი თქვათ რაღაცა პრობლემა აქვს, ხო, თქვენთან თუ ეს და როგორც ჩანს განიხილავთ ამ პრობლემებს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ჰარმონია, იმიტომ რომ ეს ადამიანი თქვენ საკმაოდ ჩამოყალიბებულ გაანალიზების უნარიან ძლიერ ადამიანად ხედავთ, ან ძლიერ ადამიანად, რომელსაც ცხოვრება გავლილი აქვს და რომელსაც თითქოს აი რაღაცა შეიძლება იმდენად სულიერი თავისი მომენტებიც აქვს თქვენთვის მოყოლილი, რომ აი თქვათ სხვა მარც კი იცოდეს, ხო, აი რაღაც არავინ არ იცოდეს ეს ყველაფერი. აქ აქვს ამ ადამიანს ეს მდგომარეობა და ნახეთ როგორი სიტუაცია მზად არის თავის გეგმებში, მზად არის იმისთვის, რომ თქვენს ნაბიჯებს გამოყვეს და თქვენს მიერ შეთავაზებულ სიტუაციას, რომელსაც თქვათ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით არის, გამოყვეს, ხო? აი რაღაც ეს მომენტი აქვს გეგმებში, რა გაქვს აბა კიტი გეგმაში? რა გაქვს? რაღაცნაირად ფიქრობს, რომ უნდა მოახერხოს და ურთიერთობის თან დაკავშირებით არის ეს ერთი.
ხო, აი რაღაცნაირად ურთიერთობის მდგომარეობა გეგმაში აქვს ის, რომ აი თავიდან დაიწყოს ყველაფერი მის ცხოვრებაში, აი და რაღაცა ეტაპი ჩახუროს და თავიდან დაიწყოს თქვენთან ერთად რაღაც ახალი ეტაპის გეგმაში აშკარად აქვს ამ ადამიანს, რომ თქვენთან ერთად დაიწყოს რაღაცა ახალი, შეიძლება ეს ბიზნესი იყოს, შეიძლება რაღაცა თანაცხოვრების მომენტიც იყოს, ხო? აი რაღაც აქვს გეგმები თქვენ, ნახეთ, გეგმები აქვს თქვენთან ერთად. როცა რჩება მარტო, თავის თავთან აღიარებს, რომ ძალიან უყვარხართ და გეგმები, მისი ცხოვრების გეგმები არის მხოლოდ და მხოლოდ, ესე რომ ვთქვათ, ამ ეტაპზე თქვენთან ერთად. კარგი, მოდით. კონკრეტულად რა არის ეს? რა გეგმებია კონკრეტულად? რა გეგმებია ეს? რის დაწყებას აპირებთ თქვენთან ერთად? რის დაწყებას აპირებთ თქვენთან ერთად? პენტაკლების დედოფალი. როგორც ჩანს, თქვენთან ერთად შეიძლება ესე ვთქვათ, ამ ადამიანმა დაიწყოს, როგორც გითხარით, არის რაღაცა შანსი იყოს ბიზნესის მდგომარეობა, რაღაცა საბუთებთან დაკავშირებით. თუ ვიღაცასთან შეიძლება ცხოვრების დაკავშირებაც, მაგრამ ნახეთ, თვითონ ეს ადამიანი ცოტა პაჟის ენერგიებში ამოდის, ჯერ ეხლა ეცნობა. ნახეთ, როგორი მომენტი არის. ეს ადამიანი ეხლა ეცნობა ცხოვრებას, რომელიც თქვენ უკვე გავლილი გაქვთ, თქვენ იმპერატრიცა ხართ. იმპერატრიცა ხართ, იმპერატორიც ხართ, ქურუმი ქალიც ხართ, ანუ ამ ადამიანისთვის პენტაკლების დედოფალიც ხართ და ნახეთ, როგორი მომენტი არის და ხვლების დედოფალიც. აი ნახეთ რა მდგომარეობა არის. ეს ადამიანი ეხლა იწყებს თავის ცხოვრების რაღაც ნაბიჯებს და რაღაცნაირად ეხლა იწყებს გაცნობიერებას სამყაროსი, ისე რომ ვთქვათ, ხო? რაღაც გაცნობიერება სამყაროსი და თქვენ ეს ყველაფერი უკვე გავლილი გაქვთ, თქვენ ეს ყველაფერი უკვე გაკეთებული გაქვთ. ესე ვიტყოდი, რომ შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი თქვენთან აპირებს რაღაცა საქმიანი კურსით დაჭერას ურთიერთობის, იმიტომ რომ თulis რომ ერთად ნამდვილად საინტერესო რამე შექმნით. კარგი, კიდე რის გაკეთებას აპირებს? იმის, რომ თქვენი გული მოიგოს და თავისი მოგცეთ სანაცვლოდ. იმისი, რომ ყველანაირი შიშები დაძლიოს თქვენთან ერთად, ხო? ამ ადამიანს კონკრეტულად კიდე რა გეგმები? აი, ისიც რა არის პენტაკლების მეფეც. მოვიდა. ანუ ნახეთ, პენტაკლების დედოფალი არის აქ ის მომენტი, რომ ნახეთ, თუ აქ არის ესეთი ცოტა რთული, ნახეთ, თქვენ ხო აკვირდებით ამ ადამიანს, რომ რაღაცა გამოცდილებებიდან ეს ადამიანს გაუგნებული არის, რატო იქცევა ესე თქვენთან, იმიტომ რომ აი როგორც ჩანს არც მას აქვს, ანუ ცოტა ჩაკეტილი ადამიანი იყო და ჩაკეტილი რატო ხდება, მით უმეტეს მამაკაცი, იმიტომ რომ რაღაცა ცუდი გამოცდილებიდან გამომდინარე, ხო? სulis რომ ერთმანეთს აღუდგენთ აი ამ ენერგიებს, რაც გეგმავს თქვენთან ერთად, გეგმავს იმას, რომ გარდა იმისა, რომ საქმიანი მდგომარეობა იყოს, გეგმავს იმასაც, რომ შესაძლებელია თქვენი ურთიერთობის დაალაგება და როგორც ოჯახად წარმოდგენა, ხო? უბრალოდ აქ სჭირდება ამ ადამიანს დრო, რომელიც შეიძლება თქვენთვის ცოტა რაღაცა სახიფათო მდგომარეობას ქმნის, თქვათ, იმიტომ რომ აი ეს დრო არიცით მე როგორ მოტრიალდება, ხო? ნახეთ, გაქვთ იმის შიში, რომ დროის მერე პირიქით დააყენოთ ადამიანის, შეიძლება ეს მომენტიც არის, რომ დავაყენოთ ადამიანი ფეხზე, ხშირად არის, ხო, ეს შემთხვევა განსაკუთრებით ქალბატონების მხარეს ხოლმე, რომ დააყენებენ ადამიანის ფეხზე, მისცემენ რაღაცა გაანალიზებას, გააზრებას, წინსვლას, რაღაც ჩააცმევენ, დაახურავენ, რომ იტყვიან და მერე სამწუხაროდ ხდება ხოლმე, რომ იცი რა აღარ მომწოხარ, იმიტომ რომ შენ მთელი დღე დაღლილი ხარ, დაღლილი მოხვედი, ცოტა დაბერდი, ან რაღაცა ესეთი
არ ხარ ისეთ ხალისზე და მე სხვა ადამიანი მინდა, ხო, რა არის ხოლმე ამ დროს მთელი ის პერიოდი რესურსდებდით სრომაში, წვალებაში, იმაში, რომ ეს ამ ადამიანთვის შეგექმნათ რაღაცა და თქვენი ურთიერთობისთვის რაღაცა მომავალი. აქ დროის ფაქტორი არის, ამ ადამიანს სჭირდება დრო, თქვენ გჭირდებათ უფრო მეტი კაფიო ქმედებები ამ ადამიანისგან, ხო, თქვათ, კი, კარგია, ჰარმონია, სასიამოვნოა, კარგი განწყობა არის, კარგი ემოციები არის, რომელსაც ერთმანეთს ვაძლევთ, მაგრამ ცოტა უფრო მეტი კონკრეტიკა გჭირდებათ. კარგით. მოდით ესე ვნახოთ, კარგით, გეგმები გასაგებია და კონკრეტული ნაბიჯები უახლოეს პერიოდში რა ექნება ამ ადამიანს. Ну, მშვენიერი ახალი ურთიერთობა. რა ნაბიჯები ექნება კონკრეტული? რო გითხრათ, რომ ნახეთ აქ რაღაცა ძალიან ისეთი კაფიო ნაბიჯების მდგომარეობა არ ექნება, მაგრამ ეს ადამიანი ეცდება, რომ იმუშაოს ურთიერთობაზე, რაღაცა აგიწყოთ და აგიწყოთ ფეხი თქვენს დროის მანქანაზე, რომელიც ძალიან სწრაფია, როგორც ჩანს, და შეინარჩუნებს სტაბილურობას თქვენთან ურთიერთობაში, სიმშვიდეს, ემოციას, სიყვარულს, განცდას იმის, რომ არც თქვენ გენდომებად მისგან წასვლა ხდებით და რო გითხრათ ესე კაფიო ნაბიჯები არ იქნება, მაგრამ ეცდება, რომ გაგიფერადოთ ის თქვენი ურთიერთობა, რომელიც ამ ადამიანთან ერთად გექნებათ. ნაბიჯები. იცით რა არის, ნახეთ, ეცდება, რომ რაღაცნაირად მოახერხოს და სწორად აგიწყოთ ფეხი. ხა მაგის არკანი შეიძლება ბევრმა თქვას, რომ მანიპულატორული მდგომარეობა, მაგრამ არ მოდის ამ ადამიანისგან მანიპულატორული მდგომარეობა. ამ ადამიანისგან მოდის მართლა ის მომენტი, როდესაც ადამიანი ცდილობს, რომ დაგეწიოთ, ხვდებით, თქვენ ძალიან წინ ხართ ამ ადამიანზე, თქვენ ბევრი გაქვთ უკვე გამოცდილებაც, ბევრი გაქვთ უკვე ყველაფერი გავლილი და მაღალ საფეხურზე გახართ. ახლა შეიძლება სულაც არ იყოთ ასაკობრივზე არ არის აქ ლაპარაკი და ხა თქვენ მენტალურად მაღალ ადგილზე გახართ ვიდრე ეს ადამიანი. ეს ადამიანი ეხლა იწყებს, თქვენით დაიწყო ამ ადამიანმა გაანალიზება, თქვენით დაიწყო ამ ადამიანმა რაღაც სამყაროში ნიშნების დანახვა, რაღაცა სიტუაციების დანახვა და ცოტა რთულია, ხო? ხა ეს ადამიანი ეცდება, რომ შეინარჩუნოს ეს ურთიერთობა, დაგეწიოთ თუ რაღაცა ვერ გადაგისწრებთ, მაგრამ რაღაც მომენტში დაგეწიოთ, რაღაცა ნაბიჯები აკეთოთ იმისთვის, რომ გაჩვენოთ, რომ ცდილობს თქვენი ურთიერთობის დალაგებას, ცდილობს თქვენი ურთიერთობის გამყარებას, ხო, რაღაც, მაგრამ ჯერჯერობით ეს დროის ფაქტორი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თქვენ რაც გირჩევთ სამყარო, მოდით აბა, თქვენ რაც გირჩევთ სამყარო. იცით რა არის, ნუ გაართულებთ ყველაფერს, სამყარო გეუბნებათ იმას, რომ ნუ დაიდვირთავთ თავს და ნუ გაერთულებთ ყველაფერს, იარეთ წინ, მაგრამ ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით, ნახეთ, რომ დაგეწიოთ ეს ადამიანი, ცოტა ნელა, ცოტა ფრთხილად იარეთ, ხო, ცოტა მშვიდი ნაბიჯებით იარეთ. თქვენ გაქვთ იმის საშუალება, რომ გონივრულად მიუდგეთ ყველაფერს, თქვენ გაქვთ იმის საშუალება, რომ მიიღოთ ყველაფერი ის, რაც გინდათ, მეტი შეიძლება იცით რა მომენტი იყოს, არ ვიცი რატომ მოვიდა, თითქოს სჭირდება ამ ადამიანს თქვენთვის თქვენი დახმარება და შეგიძლიათ რომ შესთავაზოთ, ხო, ეს დახმარება იმ მხრივ, რომ თქვათ, თუ გინდათ რომ ძალიან მალე დაგეწიოთ, ხო, და გახდეს თქვათ ესეც თქვენსავით გამოცდილების მქონე, ხო, რაღაცა მეტი საუბარი, მეტი ემოციები ერთმანეთთან, მეტი დაკვირვება ერთმანეთის და თქვენ თავის ფასი ხო მიცით ისედაც, რომ საკმაოდ საინტერესო, საკმაოდ ძლიერი, საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილს იჭერთ სამყაროში და
აქედან გამომდინარე, იჩქარებთ, ძალიან ფრთხილად მიყავით და გაართულებთ იმას, რაც მართლა, არ ვიცი, რაღაცა ძალიან დიდი ემოციები მოდიოდა და მოდის ამ გაშლიდან. ეს არის, კიდევ ერთხელ ვუძახ, ეს არის ახალი ურთიერთობა, რომელიც ეხლა ყავდება, ხო, ეხლა იწყებს რაღაცა ფრთების შესხმას. აქამდე შეიძლება, სულ რომ რავი, 6 თვე და 7 თვე იყოს ეს სიტუაცია, ხო, რაღაცა ეს არ არის ძალიან დიდხნიანი ურთიერთობა, ეხლა ეს იყო რაღაცა პერიოდი, როდესაც თითქოს რაღაცა ერთმანეთთან გაანალიზებას იწყებდით და ერთმანეთის გაცნობას იწყებდით და ეხლა იწყება თქვენი რაღაცა ის ეპოქა, რომელიც შეგიძლიათ რომ შევქმნათ და თუ თქვენს ფასს გაიხსენებთ ქალბატონების მხარე ძირითადად რომ ძალიან ღირებული ადამიანი ხართ, ძალიან ფასეული ადამიანი ხართ და თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი რამე შეუძლია და თავისით აქვს მიღწეული და იმსახურებს და ესე მარტივად ვერავინ ვერ წავა მისგან და თუ წავა ვინმე მარტივად ის უკვე, იმიტომ რომ თქვენ უკვე გააქვთ ეგ მომენტი, რომ შეგიძლიათ მარტივად გაუშვათ ადამიანი, ვინც ვერ დაგაფასებთ და გააგრძელოთ თქვენი გზა. ხო, გაართულებთ. იცით ისედაც თქვენი ადგილი, იცით ისედაც თქვენი ფასი და იცით რომ ესე მარტივად ვერ წავა ეს ადამიანი კი არა და ნებისმიერი ადამიანი ვერ ამოგიგდებთ თავიდან და აქედან გამომდინარე მიეცით დრო სიტუაციას, ოღონდ დრო არა ცალ-ცალკე და არა ის მომენტი, რომ შენთვის მოიფიქრე და მერე მოდი და მერე ვნახოთ მე მომიდება თუ არა. არა, ერთად იმუშაოთ ურთიერთობაზე და ერთად შექმნათ ის ეპოქა, რომელიც იქნება თქვენთვის ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ბედნიერი ურთიერთობებს გისურვებთ, წარმატებას, ლამაზად განვითარებული იყოს თქვენი ურთიერთობა და მე დამიწერეთ თუ არ დაგავიწყდებათ, საინტერესო არის, რამდენად რეზონირდება და რამდენად სწორად წავა პარტნიორი ურთიერთობაში. დროებით.